სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დონეცკის ნაციონალურ უნივერსიტეტში ერთდროულად გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები. კონფერენციის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემას. ღონისძიება გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. სიტყვა წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც ტარდება დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით. მინდა მიულოცო დღევანდელი დღე განსაკუთრებით დევნილ და აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და დღევანდელი დღე იყო ასევე დაკავშირებული იმ ღონისძიებასთან, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, სადაც გავმახვილეთ ყურადღება ბავშვთა უფლებების პრობლემებზე, რა მიმართულებითაც სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებით დღეს ეხება დევნილი ბავშვების და ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვების უფლებებს, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პრობლემები იყოს მოგარებული. ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ნამდვილად საგანგაშოა და წლიდან წლამდე უფრო მძიმდება. ვისაუბრეთ განსაკუთრებულად გალის რაიონში მცხოვრებ იმ ბავშვებზე, რომელთაც არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი ეთნიკური ნიშნით, რადგან დარღვეულია მათი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ასევე ხარისხიანი განათლების მიღების უფლება და რუსიფიკაციის პირობებში ისინი განიცდიან სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციას საკუთარ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, რასაც ძალიან დიდი ზემოქმედება ის მოხდენა შეუძლია ამ ბავშვების ფსიქიკაზე. ვიმშელეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ბავშვების პრობლემებს, მათი უფლებების დაცვას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბათ ის ასპექტიც, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, რადგან ოკუპაციის მსხვერპლი არიან ბავშვები უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემები. მოხსენებები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს ეხებოდა: დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური პრობლემები, საბავშვო დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ბავშვთა დაცვის საკითხებში, ბავშვთა მოზარდთა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსური განათლება, ტოლვილ და დევნილ ბავშვთა უფლებები. ამ პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა, ყურადღების გამახვილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს აქ ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო მოხსენება, ჩვენ ჩავინიშნეთ კიდევაც ზოგიერთი იდეები, რომელიც აქ გამოითქვა და ჩვენ შევეცდებით ეს იდეები გამოვიყენოთ. იქნება ეს ბავშვთა დიპლომატია, ძალიან საინტერესო იდეა იყო, იქნება ეს რაღაც საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ვილაპარაკეთ, რომ კიდევ შევხვდებით, გავივლით კონსულტაციებს, ეს იდეები ჩანვახორციელოთ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე დევნილი ბავშვების უფლებების დაცვას. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ საერთოდ ესეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. სრულყოფილად ფლობდეთ ინფორმაციას თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არა მარტო პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ განათლების საკითხებზე, ბავშვთა უფლებებზე. ის რომ სწორედ რომ აკადემიურ სივრცეში ხდება ესეთ სახის დისკუსიები, ესეთ სახის მსჯელობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ხელს შეუწყობს არა მარტო ინფორმირებულობას, არამედ აკადემიურ კვლევასაც და აკადემიურად შეხედვას საკითხისაკენ. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. განხილულ იქნა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების პირობები და დევნილ ბავშვთა უფლებები. მრგვალი მაგიდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის ადგილი არის საუნივერსიტეტო სივრცე და კონკრეტულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ ფორმატში დღეს შედგა მრგვალი მაგიდა, რომელიც იმართება პარალელურ რეჟიმში, უკრაინაში მსგავსი ტიპის შეხვედრა ასპინძლობს დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც სამწუხაროდ მდებარეობს მსგავსად ჩვენი უნივერსიტეტისა, ჩვენ ვართ თანაზიარი ერთმანეთის ბედის, არა თავის მშობლიურ მიწაზე, არამედ თავისი ქალაქიდან მოცილებით ვინიცაში. ჩვენ გვაქვს სატელევიზიო ხიდი, ჩართვა, მივესალმეთ ერთმანეთს და დღევანდელი შეხვედრა არის პირველი შეხვედრა და პირველი პრეცედენტი. საუბარია იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და არ ვრცელდება უკრაინის იურისდიქცია. ანუ ტერიტორიები, რომლებიც არის ერთი და იგივე ქვეყნის მიერ ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ.